მიმართულებით ენერგეტიკას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ჩვენ წარვადგენთ ჩვენი პროგრამა, რომლის მიხედვითაც 4 წელიწადში ჩვენი ეკონომიკა 40 მილიარდი ლარით უნდა გაიზარდოს. რაც შეეხება ენერგეტიკას, ამ კუთხით გასული 12 წლის განმავლობაში ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი პროგრესი, დადგმული სიმძლავრე იყო მხოლოდ 3359 მეგავატი საქართველოში 2012 წლისთვის, უკვე არის გაზრდილი 4600-მდე, გვაქვს 37%-იანი ზრდა და ჩვენი ამოცანა 2028 წლისთვის დადგმულმა სიმძლავრემ შეადგინოს 8000 მეგავატზე მეტი. ანუ საუბარია გაორმაგებაზე, რესურსების გაორმაგებაზე, 2030 წელს უნდა გადააჭარბოს 10000 მეგავატს და მიმართულებით უკვე ყველანაირი საფუძველია შექმნილი. რაც შეეხება კონკრეტულად ხობი 2 ჰეს ამ პროექტს, რომელიც შედის ახლა ექსპლუატაციაში. ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც ამ სფეროში განხორციელდა ამ წლების განმავლობაში. ეს არის ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგური, რომელიც აშენდა საქართველოში საბჭოთა პერიოდის შემდეგ. მადლობა კომპანიას, რომელმაც განახორციელა ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, მადლობა ეკონომიკის სამინისტროს, რომელიც წარმართავდა შესაბამის პროცესებს. რა თქმა უნდა, მომავალშიც გვჭირდება ბევრი ასეთი პროექტი იმისათვის, რომ ხელი შეუწყოთ ეკონომიკის განვითარებას და კონკრეტულად ენერგეტიკული სექტორის განვითარებას. ჩვენ ასე გავაგრძელებთ და 2030 წლისთვის საქართველო გახდება ელექტროენერგეტიკის თვალსაზრისით უკვე სრულად თვითგმარი და დამოუკიდებელი ქვეყანა, ნაცვლად იმპორტიორისა ჩვენ გავხდებით ელექტროენერგიის ექსპორტიორი ქვეყანა, რაც იქნება ძალიან დიდი მიღწევა ბუნებრივია და ეს ხელს შეუწყობს ჩვენი პოლიტიკური დამოუკიდებლობის გაძლიერებას. მე მინდა გითხრათ, CESCO მიმართა ოფიციალურად პროკურატურას და ვნახეთ უკვე საგამოძიებო უწყების განცხადებაც, რომ დაიწყო გამოძიება, დაბარებულია პრეზიდენტი, როგორია მოლოდინი თქვენი მტკიცებულებების ნაწილში, რას წარმოადგენს ის მხარე, რომელიც ამტკიცებს, რომ არჩევნები გაყავთ? მადლობა უნდა გადავხადო პირველ რიგში CESCO-ს, მადლობა მათ ღიაობისთვის. ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ არც CESCO-ს და არც არავის სასამართლო არაფერი აქვს. არჩევნები ჩატარდა აბსოლუტურად სუფთად, დემოკრატიულად, სამართლიანად ჩვენს ქვეყანაში და ამის გამოხატულებაა, რა თქმა უნდა, ის ღიაობაც, რომელიც დაფიქსირდა CESCO-s მხრიდან. ასევე მადლობა პროკურატურას, რომელმაც მყისიერი რეაგირება მოახდინა CESCO-s მიმართვაზე. რა თქმა უნდა, აბსოლუტურად ყველაფერი იქნება ღია, ყველა შეუძლია ჩაიხედოს ყველაფერში. არჩევნები იყო სრულიად სამართლიანი, თავისუფალი, კონკურენტული, სუფთა და აქედან გამომდინარე არავითარი პრობლემა, რა თქმა უნდა, პროცესების ღიაობასთან დაკავშირებით არ არსებობს, ყველა შეუძლია გადაამოწმოს ყველაფერი. ჩვენ ასევე, რა თქმა უნდა, შეგვიძლია გავითვალისწინოთ დასავლელი პოლიტიკოსების მოწოდებები, მათ შორის იყო თქვენ ნახეთ ბორელის მოწოდება გამოძიებასთან დაკავშირებით. ბორელის მოწოდება იყო, რომ შესაბამის უწყებებს საქართველოში უნდა გამოეძებინათ ყველა შესაბამისი სამართალდარღვევა და ამ კუთხითაც, რა თქმა უნდა, ეს ინიციატივა არის ძალიან მნიშვნელოვანი. მადლობა კიდევ ერთხელ CESCO-s და პროკურატურას ამ ყველაფრის გათვალისწინებისთვის. როგორ ფიქრობთ, რატომ მალავს სამართლიანი არჩევნები პარალელური ხმის დათვლის მონაცემები? რაც შეეხება პარალელურ დათვლას, ეგრეთ წოდებულ პივიტის, რაფასი აქვს პივიტის, თუ ის გაყალბებული არ არის. ხო, პივიტი მხოლოდ მაშინ შეიძლება გამოქვეყნდეს, თუ ის არის გაყალბებული, თუ არის ხელოვნურად ასდენილი CESCO-s შედეგებს, თუ ის ემთხვევა CESCO-s შედეგებს, მაშინ მას არავითარი ფასი არ აქვს და შესაბამისად არც უნდა გამოქვეყნდეს. ეს არის MNJO-s დამოკიდებულება საკუთარი პარალელური დათვლის მიმართ. რაც რა თქმა უნდა ძალიან სამწუხაროა. ბაიდენის ადმინისტრაციის მიიღეთ მილოცვები ამ დამაჯერებელ გამარჯვებაში, როგორც თქვენ ბრძანებთ, დასავლელი პარტნიორებთან, მათ შორის ეხმიანება ამერიკის პრეზიდენტის არჩევნებს საქართველოში. გამოძიებასთან დაკავშირებით და ჰელსინკის კომისიის კრიტიკაც ნახეთ, მათ შორის ამ ბაიდენის ადმინისტრაციის მოწოდებასთან დაკავშირებით. თქვენ როგორ შეაფასებთ არა მხოლოდ არჩევნების გამოძიებასთან დაკავშირებით გზავნილებს, არამედ კანონთან, დემოკრატიის არარსებობასთან ასე შემდეგ? რაც შეეხება ჰელსინკის კომისიას, მოგეხსენებათ, რომ ჰელსინკის კომისია არის მხარე, ის პირდაპირ იყო ჩართული საარჩევნო კამპანიაში ოპოზიციის სასარგებლოდ, რაც არის, გაუგონარი და გაუგებარი მოვლენა, რადგან მხარეა, რა თქმა უნდა, ჰელსინკის კომისიის არც ერთ განცხადებას არ აქვს. მაინც დიდი ფასი, უფრო მეტიც მე მინდა შეგახსენოთ ერთი საინტერესო განცხადება, რომელიც გააკეთა ჰელსინკის კომისიამ, ის იმუქრებოდა, რომ არჩევნების წინ გამოქვეყნებოდა მადისკრედიტირებელი ინფორმაცია მმართველი პარტიის შესახებ, თუმცა თქვენ ნახეთ, რომ
არაფერიც არ გამოქვეყნებულა, იმდენად სუფთად მუშაობს მართველი პარტია ყველა მიმართულებით, რომ საბოლოო ჯამში ვერავით არის ასეთი მასალები ვერ დაიდო. თუმცა თავისავად ეს მუქარა არის გაუგონარი და აბსოლუტურად გაუგებარი, რაც კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ საზოგადოებას. ბატონო ირაკლი, არჩევნების პირველადი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ ემიგრანტების ბულინგი მიმდინარეობს, ისინი ვინც ქართულ ოცნებას დაუჭერა მხარი, აბულინგებენ რადიკალური ოპოზიცია და მათთან აფილირებული პირები, როგორი არის თქვენი შეფასება? ეს არავის უკვირს ბუნებრივია, ბულინგი არის ამ პოლიტიკური ძალის, რასაც ქვია რადიკალური ოპოზიცია, ერთ-ერთი მთავარი იარაღი და მთავარი ხელწერა. ეს არ ხდება მარტო საქართველოში. მე კიდევ ერთხელ მინდა გავიხსენო სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის რობერტ ფიცოს 10 წუთიანი ვიდეო, სადაც ის ახსენებს მოვლენებს სლოვაკეთში. უბრალოდ მარტივად შეგიძლიათ შეცვალოთ ერთი სიტყვა, სლოვაკეთი შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ საქართველოში, ზუსტად იგივე ხდება ჩვენს ქვეყანაში. აქედან ჩანს, რომ ეს ბულინგი და ეს ლიბერალური ფაშიზმი არის მთლიანად კოორდინირებული და გარედან თავს მოხეული. თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ ჩვენი საზოგადოება არ არის მიდრეკელი სიძულვილისკენ. ეს არ არის ჩვენი საზოგადოების თვისება, ეს არ არის ქართული საზოგადოების ხელწერა, ეს სიძულვილი, რაც ტრიალებს ჩვენს ქვეყანაში, არის აბსოლუტურად ხელოვნური და მთლიანად გარედან არის თავს მოხეული. მე მინდა ყველას მოუწოდო თავი შეიკავონ საქართველოში სიძულვილის დათესვისგან, ქართველებს შორის სიძულვილის დათესვისგან და მით უმეტეს თავი შეიკავონ სიძულვილის დათესვის გარე დაფინანსებისგან. ეს დაფინანსება მინიმუმ უნდა იყოს გამჭრვალე და ამას ეხება როგორც მოიხსენებათ კანონი გამჭრვალობის შესახებ, სიძულვილის დაფინანსება არის აბსოლუტურად მიუღებელი, სიძულვილის ხელოვნურად დათესვა ჩვენს ქვეყანაში არის აბსოლუტურად მიუღებელი, მათ შორის რაც ხდება ემიგრანტების წინააღმდეგ, როცა მათ წინააღმდეგ მიმდინარეობს სიძულვილის კამპანია, ბულინგის კამპანია, ეს არის მით უმეტეს კატეგორიულად მიუღებელი. შესაბამისად, საზოგადოებამ თავისი პოზიცია უნდა გამოხატოს ასეთი აქტების მიმართ. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ბოდიში ერთი წამი ამ დავასრულებ ბარემ. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაზე მინდა კითხოთ, რომელმაც თქვა, რომ რადგან კონსერვატიულმა ძალამ გაიმარჯვა ქვეყანაში, ამიტომ დაიწყო კრიტიკა, თორემ ლიბერალურს რომ გაემარჯვა, ხმას არავინ ამოიღებდა, ეს რომ შევაფასოთ და ერთი კითხვა მექნება და მე კოლეგებს დავუთმობ. ეს ძალიან სწორი მინიშნება. პრინციპში თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ თეორიულად რომ გაემარჯვა საქართველოში ლიბერალურ ფაშიზმს, ამ შემთხვევაში ალბათ შეფასებები იქნებოდა ბევრად უფრო სწრაფი. თქვენ გახსოვთ 2008 წელს, როცა ტოტალურად გაყალდა საპრეზიდენტო არჩევნები, მაშინ ძალიან სწრაფი შეფასებები გაკეთა, დადებითი შეფასებები ტოტალურად გაყალბებული არჩევნების შესახებ. ეს მინიშნება, რაც გააკეთა ბატონმა სიარტომ, არის აბსოლუტურად რელევანტური. და ქართული ოცნების აღმასრულებელი ბოლო კითხვა და დაგითმობ. ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ისაუბრა, რომ ოპოზიცია გაყალბებასთან დაკავშირებით ბრალდებებს არგუმენტების გარეშე აჟღერებს და მოვისმინეთ, რომ ამ ბრალდებებს მმართველი პოლიტიკური ძალა ბოლომდე მიყვება. თქვენ როგორ ფიქრობთ, რატომ საუბრობს ოპოზიცია ამ დრომდე უარგუმენტოდ და რა მოლოდინი გაქვთ, შეძლებენ თუ არა რაიმე სახის მტკიცებულებების წარმოდგენას არჩევნების გაყალბებას? თქვენ აგვერდებოდით, ისინი ატყუებდნენ საზოგადოებას, მათ შორის საკუთარ ამორჩეველს იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი იგებდნენ არჩევნებს. ისინი ატყუებდნენ საზოგადოებას, რომ საქართველოში ყოველი მეორე იყო ნაცი, რაც ბუნებრივია ვერ იქნება სიმართლე. საქართველოში საზოგადოების უდიდესი ნაწილი აზროვნებს სახელმწიფოებრივად, ეს უფრთხილდება მშვიდობას, ჩვენი მოქალაქეები უფრთხილდებიან მშვიდობას ჩვენს ქვეყანაში, უფრთხილდებიან განვითარებას და აქედან გამომდინარე საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა გააკეთა ის არჩევანი, რაც იყო ალტერნატივა ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. მაგრამ ეს ადამიანები, ოპოზიციის წარმომადგენლები, ატყუებდნენ საზოგადოებას, მათ შორის საკუთარ მხარდაჭერებს, იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს კოლექტიური ნაცმოძრაობა რადიკალური ოპოზიცია იგებდა არჩევნებს, ახლა მათ უწევთ თვალებში ჩახედონ საკუთარ ამორჩეველს. რა თქმა უნდა, ისინი ვერ გამოავლინენ ღირსებას იმისათვის, რომ სიმართლე უთხრან, ამ შემთხვევაში მაინც საკუთარ ასე ვთქვათ მხარდამჭერებს და მათ უწევთ ახალი ტყუილის ლაპარაკი. ანუ მანამდე ატყუებდნენ საზოგადოებას იმის შესახებ, რომ თითქოს იგებდნენ არჩევნებს, ახლა უწევთ ტყუილის თქმა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს გაყალბდა არჩევნები. ეს არ არის ახალი, იგივე ხდებოდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, თუმცა ჩვენ ყველაფერთან დაკავშირებით დავამტკიცეთ ფაქტებით 2020 წელს.
რომ თითეული მათი ბრალდება, ინჯეების და პარტიების ბრალდება იყოს სრული, ტყუილი და ამ შემთხვევაშიც უკვე დავამტკიცეთ იგივე, თუმცა გავაგრძელებთ, რა თქმა უნდა, ამ მტკიცებას მომდევნო დღეების განმავლობაში. ამაში, რა თქმა უნდა, პროკურატურის როლიც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ყველაფერი იქნება გამოძიებული, თუ ვინმე სანამ პრეტენზია აქვს, კეთილი ინებოს და მიმართოს პროკურატურას, თუ რაიმე მტკიცებულება არსებობს არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით. თავადაც შეგიძლიათ დააკვირდეთ, ნახოთ როგორ წარიმართება პროცესი, ყველა აერიდება მტკიცებულების წარდგენას გამომდინარე იქიდან, რომ ასეთი მტკიცებულები უბრალოდ ბუნებაში არ არსებობს. ბატონო ირაკლი, რამდენიმე კითხვა მექნება და ბოლო წინადადებით რას თქვენ თქვით, ამით დავიწყებ, რომ ნაციონალური ზოგადად ოპოზიცია ცდილობდა საზოგადოება დაერწმუნებინა, რომ ყოველი მეორე იყო ნაცი არჩევნების შემთხვევაში, თუმცა ზუსტად იგივეს აკეთებს ახლა თქვენი ხელისუფლება, რომ ამ მტკიცებს ყოველი მეორე ხოცია ამ მოცემულობით, ვინაიდან ის რეალობა, ანუ საზოგადოების მისწრაფება დასავლეთისკენ კაფიოდ ჩანს ყველა გამოკითხვაში აბსოლუტურად. თუმცა სწორედ თქვენი ხელისუფლების პირობებში მოხდა ის, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ჩვენი სვლა შეჩერდა და ამ მომენტში გაყენულია. ამაზე რა პასუხი გექნებათ? არჩევნებთან დაკავშირებით როგორ მოხდა ის, რომ ამ დრომდე ოფიციალურად არ მიგიღიათ დასავლელი პარტნიორებისგან მილოცვა, როგორც თქვენ ამბობთ, რომ გაიმარჯვეთ არჩევნებში, ამ არჩევნებს ეხმაურება ასევე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, რომ გამოყენებული იყო რესურსები, სხვადასხვა სახის რესურსები უხეშად, რაც დემოკრატიას საბოლოო ჯამში ძირს უთხრის. და ბოლო კითხვა მექნება ასევე ამ გამოძიებასთან დაკავშირებით, რომელიც დაიწყო დღეს პროკურატურამ და სადაც საქართველოს პრეზიდენტი არის დაბარებული. წინა დღეების განმავლობაში ჩვენ გვახსოვს რუსეთიდან გზავნილებიც, რომ ქალბატონი სალომე საერთოდ უნდა გაესამართლებინათ ბატონი მედვედევის განცხადება იყო ეს. რატომ უნდა დაიჯეროს მსოფლიომ და თუნდაც ჩვენმა საზოგადოებამ ის, რომ პროკურატურა, რომელიც პირდაპირ არის მიბმული სახელისუფლებო გუნდს და არ გვაქვს დამოუკიდებელი ინსტიტუციები ქვეყანაში, რომ გამოძიება იქნება ობიექტური. იგივე სანქცირებული მოსამართლეების მაგალითი შემიძლია მოვიყვანოთ და არა მხოლოდ მოსამართლეების, რომლებიც სწორედ დასავლეთმა დაასანქცირა. პირველ რიგში რაც შეეხება პროკურატურას, გამოძიება წარიმართება და კიდევ ერთხელ გაიმეორებ. თუ ვინმეს რაიმე მტკიცებულება აქვს, უნდა წარუდგინოს შესაბამის სახელმწიფო უწყებებს. თუ რაიმე მტკიცებულება არსებობს, თქვენ ხედავთ, რომ საჯაროდ ვერავით არ მტკიცებულება მათ ვერ წარადგენეს, ახლა მოუწევთ ისვლა პროკურატურაში და მტკიცებულებების წარდგენა. თუ არ მივლენ, ეს იქნება მტკიცებულება იმისა, რომ ისინი ყალბ განცხადებებს აკეთებდნენ არჩევნებთან დაკავშირებით. ერთ საინტერესო დეტალი ასევე რაც უკავშირდება სალომე ზურაბიშვილს, ხომ მის დაბარებაზე იყო საუბარი, ეუთოდირის დასკვნის თანახმად სალომე ზურაბიშვილი უხეშად არღვევდა საარჩევნო პრინციპებს. თქვენ იცით, რომ საქართველოში მოქმედებს საპარლამენტო მმართველობის სისტემა, რომლის მიხედვითაც კონსტიტუციის მიხედვით პრეზიდენტს არ შეუძლია ეკავოს პარტიული თანამდებობა და ის უნდა იყოს ზეპარტიული, ანუ ის არ შეიძლება ერთვებოდეს რომელიმე პარტიის ან პარტიების სასარგებლოდ საარჩევნო კამპანიაში. სალომე ზურაბიშვილი უხეშად არღვევდა საარჩევნო პრინციპებს, რაც ასახულია ეუთოდირის დასკვნაში და ახლა წარმოიდგინეთ, რომ არჩევნების დელეგიტიმაციის კამპანიას სათავეში ჩაუყენეს ის ადამიანი, სალომე ზურაბიშვილი, რომელიც თავად უხეშად არღვევდა საარჩევნო პრინციპებს. ასეთ კამპანიას ხო ვერანაირი ფასი, ვერავით არის დატვირთვა ვერ ექნება. კეთილი ინებოს სალომე ზურაბიშვილი იქნება თუ ნებისმიერი სხვა, თუ რაიმე მტკიცებულება აქვს, წარადგინოს პროკურატურაში, წარადგინოს შესაბამის უწყებებში, უსაუბრობენ ზეპირად ისეთ რამესთან დაკავშირებით, რაც ბუნებაში არ მოხდარა. ეს არის მათი პასუხისმგებლობა. სალომე ზურაბიშვილი შეგახსენებთ, რომ მართალია სულით და გულით არის ენჯოშნიკი, თუ ენჯოშნიცა, არ ვიცი როგორ ქვია, მაგრამ თავის თანამდებობით არის სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი. მას აქვს განსხვავებული პასუხისმგებლობა. მას არ აქვს უფლება ისაუბროს ზეპირად, თუ რაიმეზე აქვს ფაქტი. ეს ფაქტი უნდა წარადგინოს პროკურატურაში შესაბამის კონსტიტუციურ ორგანოში. თუმცა მე დარწმუნებული ვარ გამომდინარე იქიდან, რომ არავითარი ფაქტი მას არ აქვს, ის ვერ გაბედავს პროკურატურაში მისვლას და ვერ მიცემს ვერავითარ ინფორმაციას პროკურატურას იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, რომლებსაც ზეპირად აჩხერებს. რაც შეეხება დასავლეთის სახელმწიფოების პოზიციას, თქვენ იცით, რომ ეს არჩევნები წარიმართა უპრეცედენტო გარეჩარევის ფონზე. ამ გარეჩარევის მიზანი იყო რადიკალური ოპოზიციის კოლექტიური ნაცმოძრაობის გამარჯვება. ახლა კონკრეტულ ძალებს სჭირდებათ გადაწყობა ახალ რეალობასა და ეს გადაწყობა აუცილებლად მოხდება. მე კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო საზოგადოებას. მინდა უთხრა, რომ ამ არჩევნების შემდეგ, მეორე არჩევნების შემდეგ და უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ, რაც ვფიქრობთ მოხდება ძალიან მალე,
მოწელს შეიძლება მოხდეს ეს იანვარ-თებერვალშიც შეიძლება ოდნავ უფრო გვიან რამდენიმე თვის შემდეგ, მაგრამ როგორც კი დასრულდება უკრაინაში ომი, მაშინვე გადაიტვირთება ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირის შორის, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის და ამის შემდეგ უკვე სრულად აღდგება სამართლიანობა ურთიერთობებში. თქვენ გახსოვთ, რომ ვიდრე ომი დაიწყებოდა უკრაინაში, მანამდე ასეთი პრობლემები არ არსებობდა, ასეთი გაუგებრობები არ არსებობდა. უკრაინაში ომის დაწყებასთან ერთად გაჩნდა ეს დავარქვათ გაუგებრობები, როგორც კი ომი დასრულდება, მაშინვე გაუგებრობები გაქრება და შესაბამისად აღდგება სამართლიანობა და აღდგება ჯანსაღი ურთიერთობები. სანქციებში რო ჩავერთეთ, ამიტომ დაიწყო ბატონი ამას გულისხმობთ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს რაც შეეხება ეს ერთ-ერთი ფაქტორია, თქვენ იცით რომ ევროპარლამენტმა კიდევ ერთხელ მოუწოდა საქართველოს რომ შეუერთდეს სანქციებს და აწესოს სანქციები რუსეთის ფედერაციის მიმართ, რაც ნიშნავს ქვეყნის ეკონომიკის განადგურებას. ჩვენ ეს გაგვიკეთებინა, დღეს აქ ჰიდროელექტროსადგურს კი არ გავხსნიდით, გვექნებოდა საერთო სხვა ვითარება, რა ჰიდროელექტროსადგურებიც მუშაობდა, ისიც გაჩერდებოდა, გვექნებოდა მარტო პირველივე წელიწადს მინიმუმ 10%-იანი ვარდნა და ამას სიტყვას წარმოიდგინეთ ევროპარლამენტი აბსოლუტურად ღიად, ხო? თავად უნდა გამოიტანოთ დასკვნები ამასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ ვიტყვი, როგორც კი უკრაინაში ომი დასრულდება, მაშინვე გაქრება ასეთი უსამართლო მოთხოვნები, ასეთი გაუგებარი მოთხოვნა რომ გავანადგუროთ ხელით საკუთარი ეკონომიკა და მაშინვე ჯანსაღ რელსებზე გადაერთვება უკვე ურთიერთობები, როგორც ევროკავშირთან, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ბოლო კითხვა მექნება ეკონომიკასთან დაკავშირებით, ბატონი ირაკლი, ბატონი ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის გამოსვლაში ამბობს, რომ მთელი მსოფლიო გაოცებულია საქართველოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობით. როგორი არის ეკონომიკური მდგომარეობა და ლარის კურსი ზოგადად მსოფლიო ბირჟაზე, თუ შეგიძლიათ გითხრათ კონკრეტულად ამარჩევნების შემდეგ? რაც შეეხება ეკონომიკას, გასული 3 წლის განმავლობაში და პლუს 3 წლის განმავლობაში, 4 წლის განმავლობაში საქართველო არის პირველ ადგილზე, როგორც ფართო რეგიონში, ასევე ევროპაში ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. 2021-22-23 წლები საშუალო ეკონომიკური ზრდა იყო 9.7%, პირველ ადგილზე ვიყავით ზრდის მაჩვენებლით, ფართო რეგიონში და ასევე ევროპაში და წელსაც საშუალო მაჩვენებელი პირველი 9 თვის არის 9.8%, ანუ იმაზე ოდნავ მეტი ვიდრე იყო 3 წლიანი საშუალო მაჩვენებელი, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვინარჩუნებთ სწრაფ ეკონომიკურ ზრდას. ეს არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი, თქვენ იცით რა არის ჩვენი 4 წლიანი გეგმა, ჩვენ გვინდა რომ 40 მილიარდი ლარით მინიმუმ გავზარდოთ ჩვენი ეკონომიკა, აბსოლუტურად რეალურია ეს ყველაფერი იმ ტენდენციის გათვალისწინებით, რაც დღეს გვაქვს და გვინდა რომ სყიდულობით უნარის გათვალისწინებით ერთსულ მოსახლეს ჩვენი ეკონომიკა 4 წელიწადში გახდეს $30,000-ზე მეტი. რითაც ჩვენ გავასწრებთ უკვე 4 წელიწადში აბსოლუტურად ყველა კანდიდატ ქვეყანას, რომელსაც დღეს გახსნილი აქვს მოლაპარაკებები ევროკავშირთან. ტენდენციები არის ძალიან კარგი, გავაგრძელებთ ამაზე მუშაობას, მთავრობას ჰყავს ძალიან ძლიერი ეკონომიკური გუნდი, მენეჯმენტი არის ძალიან ძლიერი, შესაბამისად არწმუნებული ვართ, რომ 4 წელიწადში ყველა ეს ამოცანა სრულად შესრულდება. და ნიკა გვარამიამ გააკეთა განცხადება, სადაც ამბობს, რომ ქუჩა არის ერთადერთი ადგილი, სადაც სახელმწიფოს ბედი წყდება, როცა ყველა სხვა დემოკრატიული ინსტიტუტი მიტაცებულია, რას უნდა ნიშნავს ეს თქვენი შეფასებით ეს განცხადება? ზოგადად გვარამია და ქუჩა ძალიან უცხოწნებებია ერთმანეთისგან, ყველა თვალსაზრისით, დადებით თვალსაზრისით პირველ რიგში, უარყოფით თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, არ გულისხმობ, ზოგადად ქუჩას რაც შეეხება, წარმატებას არჩევნებს და ქუჩაში შეიძლება ზუსტად ერთი და იგივე რესურსი, ეს არის ხალხის ხარდაჭერა. გვარამიას არ აქვს ხალხის ხარდაჭერა, მის პარტიას ჩვენ მოვუგეთ 890,000-ზე მეტი ხმით. ქუჩაში რა უნდა გააკეთოს ამ პირობებში, თავადაც შეგიძლიათ განსაჩუქრად. მადლობა.